თავი მეცამეტე. პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ამ წუთის სოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ წუთის სოფელში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი. სერობის დროს, როდესაც ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელისას, რომ გაეცა იგი. იესომ იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ, რომ ღვთიდან გამოვიდა და ღმერთთან მიდის. წამოდგა სერობიდან, გადადო ზემო სამოსელი, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა. შემდეგ ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფეხის ბანა და იმ პირსახოცის შემშრალება, რომელიც წელზე ერტყა. მივიდა სიმონ პეტრესთან. მან კი უთხრა: უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები. მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც ვაკეთებ ახლა, არიცი, მერე კი გაიგებ. უთხრა პეტრემ: უკუნისამდე არ დამბან ფეხებს. იესომ უპასუხა: თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი. უთხრა სიმონ პეტრემ: უფალო, მარტო ფეხებს კი არა, არამედ ხელებსაც და თავსაც. უთხრა იესომ: განბანილს აღარ სჭირდება დაბანა გარდა ფეხებისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენ სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა. რადგან იცოდა ვინ გასცემდა, ამიტომ თქვა: ყველანი არ ხართო სუფთა. ფეხები რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: იცით რა გიყავით? თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს. სწორად ამბობთ, რადგანაც ვარ. ამიტომ თუ კი მე მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგეკეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი. რა კი ეს იცით, ნეტარნი ხართ თუ ამას აღასრულებთ. ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ. მე ვიცი ვინც ამოვარჩიე, მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემი პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა ქუსლი. ახლა გეუბნებით, სანამ ეს ახდებოდეს, რათა როცა ახდება ირწმუნოთ, რომ მე ვარ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ვინც ღებულობს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს. ამის თქმის შემდეგ იესოს სულით აშფოთდა. დაამოწმა და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ერთი თქვენგანი გამცემს მე. მოწაფეებმა ერთმანეთს გადახედეს გაუგნებულებმა. ვისზე თქვაო? იესოს მკერდზე მიეყრდნო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს. სიმონ პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: "კითხე, ვინ არის? ვისზეც თქვაო?" იგი მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის იგი? მიუგო იესომ: ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ. აწევს ლუკმას, იღებს და აძლევს იუდას, სიმონ ისკარიოტელისას. ამ ლუკმის შემდეგ სატანას შევიდა მასში. მაშინ უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე. მაგრამ მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა. რად უთხრა ეს? რა კი ყულაბა იუდას ჰქონდა. ზოგმა იფიქრა, იესო ეუბნება სადღესასწაულოდ გვიყიდე რაც მჭირდებაო, ან კიდევ რომ რაიმე მიეცა ღარიბებისათვის. ის კი, როგორც კი ლუკმა აიღო, დაუყოვნებლივ გავიდა და იყო ღამე. როცა ის გავიდა, თქვა იესომ: ახლა განდიდდა კაცის და ღმერთი განდიდდა მასში. რა კი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავის თავში და უმალვე განადიდებს მას. შვილებო, კიდევ მცირე ხანს ღავარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, როგორც იუდეველებს უთხარი, რომ სადაც მივდივარ თქვენ ვერ შეძლებთ მეთქი მოსვლას, თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა. ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ. გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის. ჰკითხა მას სიმონ პეტრემ: უფალო, სად მიხვალ? იესომ მიუგო: ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ. მერე კი გამომყვები. უთხრა მას პეტრემ: უფალო, ახლა რატომ ვერ გამოყვები? ჩემს სულს დავდებ შენთვის. იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის?
ჭეშმარიტად გეუბნები შენ. მამალი არ იყივლებს სანამ სამჯერ არ უარმყობ.